არადა მთელი დარბაზი მხოლოდ სუხიშვილების ანსამბლს უკავია და ერთადერთი მაგიდადგას სადღაც კიდეში სადაც მარტო ზის ერთი კაცი არ ირღევა, არც ესალმება, უბრალოდ უყურებს ილიკო სუხიშვილს. შეხედა ილიკო სუხიშვილმა და იცნო. ილიისტი, ბავშვობის განუყრელი ძმაკაცი, სტანკო მამულაიშვილი. როგორც გაირკვა თუმე სტანკო იყო ამ რესტორნის და სასტუმროს მეპატრონე, მილიონერი. მთელი არგენტინის ხელისუფლება ჩართო, რომ ნება მიეცათ ბავშვობის ძმაკაცი, თანაილიისტი, ილიკო სუხიშვილი, წამით ენახა და თვალებით ემეტყველათ ერთმანეთთან. არ დალაპარაკებენ ისინი ერთმანეთს.